მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ჟოლოს მურაბა ხარშვის გარეშე. ასე ცოცხლად მომზადებული ჟოლო ინარჩუნებს ვიტამინებს და მინერალებს. ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის და რაც ყველაზე მთავარია, იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა. ასევე ძალიან კარგია გაციებისა და ვირუსების პერიოდში. და უგემრიელესია ბლინებთან და სხვა დესერტებში. ამიტომაც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. შინაურულის არხზე არის ჟოლოს ჩვეულებრივი მურაბისა და ჯემის რეცეპტებიც. პირველ რიგში გავრეცხოთ ჟოლო და დავყაროთ საწურზე. როცა წყალი გადაიწრიტება, მოვათავსოთ ემალირებულ ქვაბში. სხვა ქვაბში უბრალოდ სასურველი არ არის. შემდეგ დავაყაროთ 1 კილოგრამ ჟოლოს 1 კილოგრამი შაქარი და ასე კარგად ავორიოთ, რომ შაქარი ქვაბის ძირამდე კარგად აერიოს. შემდეგ დავდგათ გრილ და ბნელ ადგილას და ყოველდღე ვურიოთ 6 დღის განმავლობაში, აი ასე, ქვემოდან ზემოთ. აუცილებელია, რომ ადგილი შეურჩიოთ გრილი და აი ასე, ყოველდღე მოურიეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. როგორც ხედავთ, უკვე მესამე დღეს ჟოლო აესე აკაფდება, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, უბრალოდ მიმდინარეობს ბუნებრივი დუღილის პროცესი, რომელიც ისეთ კარგ შედეგამდე მიგიყვანთ, რომ ძალიან გაგიკვირდებათ. როგორც ხედავთ, ყოველ დღე აკაფების პროცესი მიდის, მაგრამ უკვე თანდათან ჟოლო ნაკლებ ქაფს იკეთებს. ყოველი მორევისას მიხვდებით, რომ ჟოლოს მურაბას ქაფი თანდათან უქრება. მე-6 დღეს კი შედეგს აუცილებლად ნახავთ. უგემრიელესი, არომატული ჟოლოს მურაბა ხარშვის გარეშე მზად არის, რომელსაც უკვე მორევისას ქაფი გაუქრა და აი ასეთ ერთგვაროვან კამკამა მურაბას მიიღებთ, რომელიც ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში და შეინახეთ მაცივარში ან გრილ ადგილას. და ეს არომატული გემრიელობა ზამთრისთვის უკვე მზად არის, რომლისგანაც გამოდის უგემრიელესი იოგურტი ვიტამინებითა და მინერალებით სავსე. ასევე ძალიან სასარგებლო გაციების და ვირუსის პერიოდში. დღეს სულ ეს იყო. გამოიწერეთ შინაურულის არხი და მოიწონეთ ვიდეო.